სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინდმეწარმე ჩეხოვის 4 ნომერში ნელი რძის თერმულ გადამუშავებას ახდენდა სააგენტოსთან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარშე და არ ჰქონდა რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დაილუქა სურსათი, რომელიც მზადდებოდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით. დარღვევები გამოვლინდა ვასაძის ქუჩაზე 8 ნომერში მდებარე ყველის საწარმოში, სადაც ინდმეწარმე საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე. საწარმოში არ ტარდებოდა სათანადო რეცხვა დეზინფექცია, დაზიანებული იყო ინფრასტრუქტურა, ობიექტზე დარღვეული იყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი, დაილუქა მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი. კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნეს ოპერატორები დაჯერებდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. იმერეთის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის 2 არალეგალური საწარმო მიმდინარე წლის იანვარშიც გამოავლინეს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს არ აწარმოონ ან და გადაამუშაონ ცხოველური წარმოების სურსათი აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი უნივერსიტეტთან კვლავ აქციას მართავს. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანების იდეას აპროტესტებენ. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს საუკუნეზე მეტის ისტორია აქვს და მათთვის მიუღებელია სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან გაერთიანება. პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აცხადებს, რომ მას და უნივერსიტეტის პროფესორებს განათლების მინისტრის მოადგილესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდათ. მისი თქმით, საბოლოო პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მინისტრის მოადგილე ორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მოსაზრებებს მოისმენს. ბატონ მინისტრთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს, ის ელოდება თავის, ასე ვთქვათ, შენიშვნებს, აზრებს, კონცეფციასთან საუბარს აკადემიური წრეებიდან და შემდეგ მივიღებთ ყველა ერთად გადაწყვეტილებას. მე როგორც ბატონ მინისტრს ვესაუბრო, ეს შეხვედრა არის იმისათვის, რომ მან მოისმინოს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აზრი და შემდეგ უკვე შეჯერდეს და მოახსენოს ბატონ პრემიერ-მინისტრს. უნდა გაძლიერდეს ტექნიკური, ტექნოლოგიური განათლება საქართველოში, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ძალიან დიდი ტრადიციები აქვს, აწყო აქვს და ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო კარგი მომავალი ექნება. თითოეული ჩვენგანი, თითოეული აკადემიური პერსონალი, თითოეული სტუდენტი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი არაპირებს დანებებას და ფარფლის დაყრას ამ ბრძოლაში, იმიტომ რომ საქმე ეხება არა რაღაცას, ეხება აი ამ ხელა უნივერსიტეტს, რომელიც ყველასათვის ძალიან ცნობილი ფაქტი არის, რომ საინჟინრო მიმართულებას ლიდერობს. და აი ასეთ დონეზე ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ მივა ჯერჯერობით. სანამ იარსებებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერქმევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და არანაირ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამას არ ერქმევა და არც სხვა უნივერსიტეტის სახელი. მომდევნო კვირიდან სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყება. კომისიამ პირველი სხდომა უკვე გამართა, თავმჯდომარე ჩოთა ბერეკაშვილი, მის მოადგილედ კი ეკა სეფაშვილი აირჩიეს. დაამტკიცეს კომისიის დებულება, რომლის თანახმადაც კომისიის მიზანია კომპეტენციის ფარგლებში ფასების ზრდის საკითხის სისტემური შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება. კომისია 14 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან ქართული ოცნების, გახარია საქართველოსთვის, ხალხის ძალისა და ევროპული სოციალისტების წარმომადგენლები. კომისიამ დაიწყო მუშაობა საქართველოს პარლამენტში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სურსათზე, მედიკამენტებზე და ნავთობპროდუქტებზე ფასების ლოგიკურ ზღვარამდე დაწევა. ჩვენ ბიზნესთან ერთად გავაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს იმისთვის, რომ მოიძებნოს შესაბამისი რესურსი, შეხედის წერტილი, რათა საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვეს ის არალოგიკური ფასნამატი, რასაც მარტივად აღმოვაჩენთ მაგალითად სუპერმარკეტში კონკრეტული პროდუქტების ფასზე დაკვირვებით. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19.354 და 362 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.